რძის გადამამუშავებელი 4 არალეგალური საწარმო ბოლნისის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 4-ვე მათგანი დალუქა კუსტარული საწარმოები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე საქმიანობდნენ. ნინჩუბინიძე გეამბობთ. Ამ კადრებში ნათლად ჩანს, რომ რძის პროდუქციის წარმოება ყოველგვარი სანიტარული ნორმებისა და რეგულაციების დარღვევით მიმდინარეობს. რძის გადამამუშავებელი 4 არალეგალური საწარმო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოავლინა. მეწარმეები დაჯარიმდნენ, საწარმოო პროცესი შეჩერებულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რატევანი ფიზიკური პირი გკ ამოღებული და დალუქულია 150 ლიტრი რძე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რატევანი ფიზიკური პირი ცმ ამოღებული და დალუქულია 530 ლიტრი რძე და 100 კილოგრამი სულგუნი. ბოლნისი ფიზიკური პირი ცმ გრიგოლ ხანგცთელის 11 ამოღებული და დალუქულია 500 ლიტრი რძე, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, 100 კილოგრამამდე სულგუნი, 40 ლიტრი მცენარეული ცხიმი, 5 ტომარა რძის ფხვნილი. ბოლნისის სოფელი რატევანი ფიზიკური პირი პა ამოღებული და დალუქულია 400 ლიტრი რძე და 70 კილოგრამი სულგუნი. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავა, რომ არარეგისტრირებული წარმოება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ შეუსაბამობების გამოსავლენად სააგენტო ბაზარს მუდმივად აკონტროლებს. დღეს მდგომარეობით გამოწვევად ისევ რჩება საწარმოები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები. ასეთი საწარმო აღმოჩენილია 36. სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად განაგრძობს ასეთი საწარმოების აღმოჩენას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. კეთილსინდისიერი კომპანიების რეპუტაციის შელახვა, არათანაბარი კონკურენცია და ინვესტორების დაკარგვა. რძის მწარმოებელთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ არალეგალური საწარმოები მოსახლეობისათვის არაჯანსაღი პროდუქციის მიწოდების გარდა სერიოზულ პრობლემებს ქმნიან. როდესაც არსებობს საწარმოები, რომელიც არალეგალურად აწარმოებენ პროდუქტს, გარდა იმისა, რომ მაღალი რისკი არსებობს დაბინძურების პროდუქტის, ხო? ასევე ეს ძალიან ხელს უშლის კეთილსინდისიერ კონკურენციას, როდესაც არათანაბარ პირობებში კეთილსინდისიერი მეწარმე კიდის თავის პროდუქტს და იხდის ყველა გადასახადს, ხოლო ეს იატაკქვეშა მეწარმე არანაირ გადასახადს არ დაგიდებთ და სახელმწიფო ძალიან დიდი მოცულობის შემოსავალს კარგავს, რომელიც ისევე დარგის განვითარებას უნდა მოხმარდეს წესით და რიგით. საქართველოს მასშტაბით რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნეს პარტნიორია რეგისტრირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარება მოიპოვეს და წარმოება სტანდარტებით ხორციელდება.